მოგესალმებით, მონაკარეკლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემამდე შემოგთავაზოთ განსაკუთრებულ სტუმართან ერთად. დღეს მონაკარს სტუმრობს ბატონი თემურ მამაცაშვილი. ბატონ თემურ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მოგესალმოთ და პირველ დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის და დათმობილი დროისთვის. თქვენ ხართ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანი, თქვენი ოჯახი, ქალბატონ ირასთან ერთად. მე დიდი ხანია ვგეგმავ ამ გადაცემის ჩაწერას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი უკავშირდება თქვენს ცხოვრებას და მოღვაწეობას. თქვენ ხართ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საყვარელი პროფესიის წარმომადგენელი, თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, განსაკუთრებული პატივისცემა მიიღეთ თქვენ და თქვენი პროფესიის ადამიანებმა. მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მისია ადგილზეა დიპლომატს და ჩვენ გადაცემის დასაწყისში დაწყებამდე გითხარით, რომ არ ყოფილიყავი ექიმი და არამერჩი ეს პროფესია. ალბათ ვიქნებოდი დიპლომატი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია და შორიდან ასე ვთქვათ, ყოველთვის პატივს ვცემ და მაქვს განსაკუთრებული გრძალვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავის ქვეყანას წარმოადგენენ უცხო ქვეყანაში. მე მინდა ჩვენ შევეხოთ თქვენ რამდენიმე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში ბრძანდებოდით საქართველოს დესპანი. და თქვენი მოღვაწეები, პირველ რიგში მოდი ვთქვათ, ჯერ რა არის დიპლომატის პროფესია, რა პასუხს გეპლობები აკეცლია მას და მე უკვე თქვენი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. მე მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია და შეეხება დიპლომატის სპეციალობას. ეს რაღაც განსაკუთრებული სპეციალობაა, რომელსაც პრინციპში არც ისეთი პირდაპირ ისეთი არ აქვს მიმართულება, ვთქვათ რა, მაგრამ ეს არის მთელი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო და შენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ცხოვრობდე. ეს არის მთავარი. იქ უკვე შენი საკუთარი დრო, საკუთარი ოჯახი და ეს უკვე მეორე პლანზე გადადის და პირველი პლანზე არის ძირითადად შენი ქვეყნის ინტერესები. ეხლა ხანდახან რომ უყურებ ხოლმე რა ხდებოდა ჩვენ დიპლომატიაში და ჩვენ ურთიერთობების საზღვარგარეთთან, გული მისკდებოდა, იმიტომ რომ ვატყობდი რომ იქ ჩვენი დიპლომატები საერთოდ არ არსებობენ, ან არ მუშაობენ, ან რა ვიცი, შეიძლება შერჩევა იყო არასწორი. და ის ბევრი ისეთი პრობლემა, რაც ახლა ჩვენ ქვეყანას ჰქონდა, ალბათ კელჩების მეშვეობით და მათი გამოცდილების მეშვეობით შეიძლება ამის ყველაფრის აცილება თავიდან. რბილად გადაგვევლო ეს პერიოდი უფრო ალბათ არა, ნაკლები პრობლემა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჩემ ბიოგრაფიას, ახლა დიპლომატი მართალი რო გითხრათ, შემთხვევით გავხდი მე. მე მუშაობდი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით საბჭოთა კავშირის დროს. და მაშინ მოსკოვში მუშაობდი, საგარეო ურთიერთობები და ეს ვაჭრობა და ყველაფერი იმართებოდა მოსკოვიდან. მაშინ რესპუბლიკებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ, თქვა საზღვარგარეთ რაღაცა ბიზნესი გაეკეთებინა. მოდი მოსკოვიდან მუშაობდი იქ, ბოლოს მივახციე, საკმაოდ მაღალ დონეს იყო, ფირმის დირექტორი ვიყავი და ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა სხვათა შორის. მაშინ ჩვენ იქ ვაჭრობდით ტექნოლოგიებით, გამოგონებებით, ესე იგი საბჭოთა კავშირში ახალ გამოგონებებს და ტექნოლოგიებს თუ იყო რამე ხელიანი, იმას ვყიდით საზღვარგარეთ. და იაპონია იყო პირველი შემსხიდველი, როგორც მე ვიცი, უნიკალური გამოჩენების და იაპონია იყო ერთ-ერთი კი დამთავარი. მთელ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში ვაჭრობდით ჩვენი ტექნოლოგიებით. ჩვენი ყველა სამეცნიერო ინსტიტუტები, რომელიც კი მუშაობდნენ თქვა ამ ახალ გამოგონებებზე, მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ გვქონდა ექსკლუზიური უფლება ამათი ტექნოლოგიების გაყიდვის და ჩვენი მრეწველობისთვის ასევე ახალი გამოგონებების და ტექნოლოგიების შესყიდვის. ამიტომ ძალიან საინტერესო ის ქონდა ტექნის სამსახური და სამუშაო. ბევრი წარმატებაც ქონდა. მაგალითად, ჩვენ ვიყიდეთ საქართველოსთვის ვიყიდეთ მინი ტრაქტორების წარმოება ქუთაისში და მათთვის ძრავების წარმოება კიდე თბილისში. სამწუხაროდ მე ეს ქარხანა აღარ შედგა, სულ დაიფანტა ეს ყველა დანადგარები, რაც ჩვენ ვიყიდეთ, მაგრამ ეს მქონდა შეძენილი. ქართულ ტექნოლოგიებს ყიდიდით. საინტერესო იყო, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით საქართველო იყო მეორე ადგილზე ტექნოლოგიების გაყიდვით. უნიჭიერესი ხალხი. პირველი იყო მოსკოვი და მერე მოდიოდა საქართველო, მაგრამ რატომ მოდიოდა საქართველო? იმიტომ რომ
ჩემი ფირმა ვაჭრობდა ამ ტექნოლოგიებით. და თქვენ უპირატესობას აძლევდით. იქ როგორ გამოდიოდა იცით რომ რაღაცას რომ ყიდულობდით ძალიან დიდ რაღაცა მასშტაბურს რამდენიმე მილიონის ფასის რაღაცა ტექნოლოგიას იქვე ჩვენ ვაიძულებდით ამ ჩვენ პარტნიორებს განსაკუთრებით იაპონელებს რომ შეეძინათ ჩვენი გამოგონებები და გადაიხადათ ფული ჩვენი მეცნიერებისთვის. ხოჭის დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მამა მუშაობდა ერთ-ერთი დიდი საკონსერვო ქარხნის დირექტორად და მე მახსოვს, რომ პირველი ხაზი ტომატის, მანდარინის წვენის და კაკლის მურაბის წარმოების იაპონური შემოიტანეს ბარტერით. და უნიკალური სახში არ მეკოდა სხვა მოხუცებულის და იყიდებოდა მხოლოდ საჩუქრებად რიგდებოდა ხოლმე როგორც მე ვიცი და მიდიოდა ამ სპეციალურ მაღაზიებში რომელიც თავრობას ჰქონდა. ვერ გამოატანინებდა სახში ისეთი აკრძალვები ჰქონდა, მაგრამ პირველი ხაზები მე მაშინ ვნახე რომ ადამიანის გარეშე ეს რეცხვის ქილის დამუშავების, გასუფთავების და განთავსების ტექნოლოგიები იყო აბსოლუტურად ადამიანების გარეშე ხაზებზე მიდიოდა. აი პირველად მაშინ ვნახე. მართალია, საგარეო ვაჭრობას თავისი დიდი ის ჰქონდა, შემოქონდა წვრილი ქვეყნის განვითარებაში. თუმცა რომ დავფიქრდეთ, მაშინ საბჭოთა კავშირს უნდა თავისი ამაღლება, თავისი თქვათ ტექნოლოგიური მდგომარეობის და ასე შემდეგ, მაგრამ ყიდულობდნენ წელიწადში 10-12 ლიცენზიას, თქვათ სხვადასხვა განვითარებული ქვეყნებიდან, იაპონია, გერმანია, იტალია, მაგრამ რო შეადარო იაპონია, რო შევადაროთ საბჭოთა კავშირის თქვათ ცდილობებს ამ თავისი ინდუსტრიული განვითარების ამაღლების, იაპონია წელიწადში ყიდულობდა 100 სხვადასხვა ტექნოლოგიურ დანადგარებს ან ლიცენზიებს და საბჭოთა კავშირი ყიდულობდა 10-ს. ამიტომ ამ ხელა ქვეყნისთვის 10 ტექნოლოგიის ყიდვა არაფერს არ იძლეოდა ეს მაინდა-მაინც. თუმცა, ცდილობები იყო ყოველ შემთხვევაში. თქვენი პირველი დიპლომატიური მისია რომელი ქვეყანა იყო და სად მოხდით? და თქვენ აქ ხაზს უნდა გასვით და აღნიშნოთ პარალელურად დღეს მიმდინარე რომ ქალბატონი ირა ყოფილიყო თქვენთან ერთად. აუცილებლად ვილაპარაკოთ რას ნიშნავს დიპლომატისთვის ოჯახი და აი ეს ოჯახური თანაცხოვრების როლი იმ ქვეყანაში. ეს არ მნიშვნელოვანია, როცა გიმაგრებს მხარს ადამიანი, რომელიც საიმედო დასაყრდენია თქვენთვის და ამავდროულად აკეთებს ამ ქვეყნის პრომოციას იმ ქვეყანაში. დიპლომატიურ მისიას არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პირველი საზღვარგარეთ ქვეყანაში მუშაობა იყო ავსტრალია. მოსკოვში მე დავამთავრე საერთაშორისო ვაჭრობის აკადემია. და დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი მუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში ტეხმაშ ექსპორტი. და იქიდან მე გამაგზავნეს ავსტრალიაში. ავსტრალიაში 3 წელიწადი ვიმუშავე და ძალიან საინტერესო ქვეყანა იყო. ძალიან ბევრი შედეგებიც ჰქონდა ურთიერთობების განვითარების მხრივ, ესე იგი, ბევრად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი, კაპიკები იყო წინათ. იქიდან ძირითადად ხორბალს ყიდულობდით, მაგრამ ყიდიდით პრაქტიკულად არაფერს. რამდენიმე დაზგას და რაღაცას ყიდულობდით, რამდენიმე 1000-ის და მილიონებით ყიდულობდით. მერე ჩვენი ჩასვლით უკვე ძალიან განვითარდა ეს ჩვენი მიმართულება ექსპორტის. იქ იყო საათები, მოტოციკლეტები, თქვათ ავტომობილები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები მოყვა ამას. და საბჭოთა კავშირი ძალიან დიდი ბაზარი იყო, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. ბაზარი, რა თქმა უნდა. და რა შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, დიპლომატის სოლი არის უბრალოდ ქალი და უბრალოდ ოჯახის წევრი კი არ არის. არის ისეთივე დიპლომატი პრაქტიკულად, რომელიც ქმარს უნდა ედგეს გვერდზე. ეხლა ირა მაქვრი იყო, მაგარი ყოჩაღი გოგო იყო. იმიტომ რომ მასთან პრობლემა არ ქონდა. მე ეხლა ერთი პროფესიით ექიმი იყო ეგეც. ხო და იქ ავსტრალიაში მუშაობდა ექიმად საელჩოში. მე მუშაობდი სავაჭრო წარმომადგენლობაში და ის მუშაობდა საელჩოში ექიმად. ძალიან დიდი ჩემზე მეტი პატივისცემა ჰქონდა მას საელჩოში ვიდრე მე, იმიტომ რომ ყველა სჭირდებოდა ექიმი და ასე შემდეგ. ხო და ირა მაქვრი გვერდში მედგა ყოველთვის, იმიტომ რომ სტუმარის დაპატიჟება იყო, სახლში მოყვანა, სადილის გაკეთება. უნიკალური დიასახლისთან საოცარი. კი, ყოჩაღი. ძალიან ყოჩაღი ქალბატონი არის.
მithumetes ეს დედამისისგან გამოყვა ეგეთი ეს ჩვენი ზია ჯუღელი ჩვენი ოლიმპიური პირველი ჩემპიონი საქართველოს და საბჭოთა კავშირის 52 წელს გახდა პირველი ტანვარჯიში. უნდა ეს მისი გენები ქონდა გამოყვა მას და ძალიან დიდი დახმარება იყო ესა. თქვენთვის საყრდენი ეს სერიოზული კედელია ადამიანის ოჯახი არის რაღაცა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ იმის საშუალება არ ქონდა, რომ ესე იგი გვემუშავა თქვათ 9 საათიდან 6 საათამდე და ასე შემდეგ. ხანდახან 24 საათი მუშაობდით, თორსა განსაკუთრებით დელეგაციები რო ჩამოდიოდნენ, დღე და ღამე იმათთან ვიყავით ხოლმე. ხო და ну, ეს ავსტრალია იყო, ძალიან საინტერესო, ძალიან სასიამოვნო, თან ახალგაზრდები ვიყავით მაშინ. ეს ქვეყანაც ძალიან ლამაზი და ისეთი ხალხი ძალიან საინტერესო იყო. ну, გავიდა დრო მე დაუბრუნდით. სხვა შორის ახლა ავსტრალია გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით სოფლიოში. ну, ახლა მოსახლეობა ამხელად კონტინენტია უზარმაზარი და მოსახლეობა იყო ჩვენ დროს რაღაცა 12 თუ 13 მილიონი. მეტი არა და? არა, ძალიან მადანან რაოდენობით ხალხი ცხოვრობდა იქ და თან ისინი უფრთხილდებოდნენ, ყველას არ უშვებდნენ თავის ქვეყანაში. ძალიან ისეთი ავსტრალიაში ჩასვლა და იქ დაფუძნება არ იყო ძალიან ადვილი საქმე. და ну, ავსტრალიას მოყვა მე ისევ ჩამოვიდით მოსკოვში, მოსკოვში ვიმუშავე მე სადღაც 10-12 წელი რომ ავსტრალიიდან დავბრუნდი. გავხდი ფირმის დირექტორი, ძალიან საინტერესო ფირმა იყო. ესე იგი, მთელი საბჭოთა კავშირის მანქანა დანადგარების მწარმოებელი სამინისტროები მოდიოდნენ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა მთავრობის დადგენილებით ექსკლუზიური უფლება ამ ჩვენი მანქანათმშენებლობის, ყველანაირი ტრაქტორების და ასე შემდეგ, მათი გამოგონებული ტექნოლოგიების გაყიდვის და მათთვის მთავრობის დადგენილებით, ესე იგი, ვიყიდულობდით ასევე ტექნოლოგიებს, რომ გაგვევითარებინა ადგილობრივ მრეწველობა. კი, სხვადასხვა მიმართულებად ამ მიმართ, რომელიც საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. სხვათა შორის მაშინ იყო ბევრი ქართული ტექნოლოგია, რომ გავყიდეთ იქიდან. ერთ-ერთი იყო მაწონის წარმოება იაპონიაში გავყიდეთ. ეხლა მიკურს ხოლმე რომ ნახულობ, ნამდვილი ქართული მაწონი იყიდება. ხო. ну, ეს სხვადასხვა ისეთი ტექნოლოგიები პატარ-პატარა ისე გავყიდეთ, ესე იგი ჩვენი აქ განვითარებული, აქ შექმნილი, ეს იაპონია იყო განსაკუთრებული პირველი მყიდველი ამას, იმიტომ რომ იქიდან უფრო მეც ვყიდულობდით ჩვენ. და შესაბამისად იმათ ვცდილობდით, რომ იმათ უფრო მეტი იყიდათ ჩვენგან. 99 წელში წავედი უკვე იაპონიაში. იაპონიაში ჩავედი, ну, იქაც ძალიან საინტერესო ქვეყანა არის სასწავლების, მაგრამ ისეთი ცოტათი მძიმე ხალხია, იმათთან ურთიერთობაში შესვლა, ესე იგი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ თუ მიგიღებს, მე ძალიან ასაკობრივია. მიგიღებენ, მე კი უკვე მეგობრობა უკვე მიდის ბოლომდე. მაგრამ როგორ იყო, იცით, ქუჩაში რომ გამოხვიდოდი, უცებ დაგინახავდნენ და ყველა რაღაცა შეშფოთებული იყო ხოლმე, რომ და თეთრკანიანს რო დაინახავდნენ ადამიანს. მანქანით რომ მოვდიოდი, თქვათ, რომელიღაც ქუჩის კუთხეში პოლიციის ის იყო პატარა-პატარა განყოფილებები და პოლიციელი დგას გარეთ. უცებ რო დაგინახავდა მანქანაში რულზე რო ევროპული სახის ვიღაცა პიროვნებას ის რა აი როგორი შეშფოთება ეტყობოდა იცი რაღაცნაირად თითქოს ვიღაცამ გალახა რაღაცა შეაგინა მოტრიალდებოდა დაგინახავდა შევარდებოდა თავის იმაში პატარა ის ოფისები იყო იქა და რეგისტრაციას უკეთებდა რომ დაინახა ვიღაცა ესე იგი ევროპული სახის. ნუ ეხლა პირიქით დაგინახავს მადლობას იხდიან, ჩასვლის მადლობა, რო ჩახვედი მადლობა, რო იქ ხარ მადლობა, რო შეხვედი სადღაც მაგაზის ყველაფერზე მადლობას იხდიან ეხლა სხვა სიტუაციაა თქო აბსოლუტურად ხო? ხო და მანქანით რომ გამოვდიოდი თქვათ სავაჭრო წარმომადგენლობის სიმიდან ეზოდა გარეთ ყოველთვის იდგა მანქანა ვიღაცის და რომელიც დაკვებოდა უკან. ესე იგი არ დაგტოვებდა არსად, სადაც არ წასულიყავი მოკვდებოდა და 1.50 მეტროში იდგა და შორიდან გიხურებდა. საკაიცავდა თავის ქვეყანას. ზოგი თვალთვალებდნენ, მაგარი ეჭვის ის იყო. იაპონიაში კიდე 3 წელიწადი ვიყავი იქ. იქა ძალიან საინტერესო პროექტები ჰქონდა. ერთ-ერთი პროექტი იყო ჩვენი გავყიდეთ კოსმოსური ხომალდი. ოი რა თქმა უნდა. იმისი კი მაკეტი გავყიდეთ, რამდენიმე მილიონი გადაგვიხადეს მას იაპონელებმა. ну ბევრი საინტერესო რაღაცები იყო, უამრავი ახლა ცოტა
მიჭირს ახლა ყველაფერს გახსენება. შეხვედრები ქონდათ თქვათ იმპერატორთან მაგალითად ეს ყველა საინტერესო რიტუალი ქონდათ შეხვედრა იაპონიის. შეხვედრები ქონდა ძალიან ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი. 2 წლის მერე ისე დავმეგობრდით უკვე ამ იაპონელებთან უმეტესობასთან ვისაც ურთიერთობა ქონდა, რომ ძალიან ისეთი მეგობრული ურთიერთობა დაგვიმყარდა და 2 წლის მერე უკვე ფიქრობდი რომ სიამოვნებით დავრჩებოდი კიდე. მანამდე 2 წლამდე მე სულ გამოქცევაზე ვიყავი იქიდან. ხო და რო გავიდა ეს 2 წელი, მერე წავიდა ეს ურთიერთობები. განსაკუთრებით ერთი იყო ეს ჩვენი ქართული სიმღერების ანსამბლი, რომელიც არის Yamasiro გუმის ანსამბლი, რომელსაც ეს ქართული სიმღერები აიწვის ეს და უი გადასარევი, ისე კონცერტებს აწყობდნენ იმისთანებს, რომ მაგრამ ისინი მარტო ქართულს კი არ ვღეროდნენ, ეს სხვადასხვა ბულგარულსაც ვღეროდნენ რაღაც, მაგრამ ქართული იყო იმათვის პირველი მიმართულება. მაშინ იქ გავიცანე მე ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. იმის მერე ძალიან დავმეგობრდი და ჩემ წიგში ეგრე პირველი წინასწრაფობა ანზორის არის. იქიდან მაშინ მართვე ჩამოიყვანა ეს ანსამბლი, ბავშვების ანსამბლი და მაშინ გავიცანე და იმის მერე დავმეგობრდით ისე რომ დღევანდლამდე ანზორი არის ჩვენთვის, რა ვიცი, ოჯახის წევრი, სამწუხაროდ აღარ არის აქ, მაგრამ ლალი მისი მეუღლე უსაყვარლესი ადამიანი ჩვენთვის კი. იქ გავიცანე, ასევე გარბაჩოვი ჩამოვიდა იქა. გარბაჩოვი თავის ცოლთან ერთად დელეგაცია იყო უზარმაზარი. თან რამდენიმე თვითმფრინავით ეს თავის ზილები ჩამოიყვანეს ეს უზარმაზარი მანქანები და 3, 4 თუ 5 მანქანა და ეს დადიოდა ამით თავის მანქანე დადიოდა ეს ბატონი მიხეილ სერგეევიჩი. მაგას საინტერესო იყო ეს მაგისი ქალბატონი ისეთი ის იყო მაგარი კაპასი დედაკაცი იყო ესე მაგარი ძალიან მე ამ ქალის რაისას იმაში ვიყავი ესკორტში მას სალკე ქონდა პროგრამა და მიხეილ სერგეევიჩს სალკე ქონდა მე რაისასთან ვიყავი და იმას დავყვებოდი მე განო სამაწელმა ძალიან ჩქარა გაიარა რა თქმა უნდა და დავბრუნდით უკან მაგრამ დავბრუნდით რატო იმიტომ რომ იქ მე კიდე იქ ვიქნებოდი ალბათ მაგრამ მაშინ რომ მოხდა რაც მოხდა საბჭოთა კავშირში დაინგრა მაშინ შევარდნაძემ მომნახა იქ ავსტრალიაში იაპონიაში და თხოვა ჩამოდი როგორ უნდა შემოსულიყავი ახლა მოსკოვიდან გაგზავნილი მივლინებით კაცი ნუ ზაფხულში შემეძლო ჩამოსვლა თქვა შვებულებაში და რაღაცა და მე ვთქვი აი ზაფხულში ჩამოვალ მეთქეს ხდებოდა სათლა ზამთარი იყო ხო და უკვე საქართველოში იყო ხო შევარდნაძე რომ ჩამოვიდა საქართველოში უკვე მეტყობა კადრებს ეძებდა ჭირდებოდა ახლა ბევრს არ იცნობდა ბევრს არ ენდობოდა და ასე შემდეგ ხო და მირეკავდა გურამ ახვლედიანი ჩვენი სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ის ჩამოდი ბატონ ედუარ შენი ნახვა უნდა და მე ვთქვი ზაფხულში ჩამოვა აუ ზაფხულამდე როგორ რა საბოლოო მოგა დავრეკე მოსკოვში და ეგეთი კაცი რო გიძახისო იმას უარს ვერ ეტყვიო ეს ჩემმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა მითხრა მოსკოვიდან და გამომიძახა მივლინებაში ნუ ჩამოვიდი მივლინებაში მოსკოვში და მოსკოვიდან ჩამოვიდი თბილისში თბილისში შევედი ბატონ ედუართან ერთი არ ვიცი 9 საათი 1 საათი ვილაპარაკეთ და გათავდა იმით რომ დამნიშნა ministrად ამ დროს იაპონიაში მუშაობ ჩემი ოჯახი იაპონიაშია ვიხვეწებოდი მე ვთქვი დავბრუნდები და 2 თვეში ჩამოვალ მეთქი და ეს არა შენო ეხლა გჭირდებიო ხა ეხლა გჭირდებიო მოკლედ და საინტერესო ის იყო ჯერ დამნიშნა მისა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ტირე ministrად. ამ დროს თავმჯდომარე იყო სოსო ცისკარიშვილი და ის ministri არ იყო. ის იყო თავმჯდომარე და მე ვიყავი თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტირე ministri. მე ვიყავი მთავრობის წევრი და ის არ იყო მთავრობის წევრი. საქართველოს კონსტიტუციით. ნუ მე ესე გამოვიდა რომ რატომღაც სოსო პარლამენტმა არ დაამტკიცა. და ედუარდმა ჩემი კანდიდატურა წარადგინა და დავრჩი იქ. მაგრამ ესეც ისე გამოვიდა რომ წელიწად ნახევარი ვიმუშავე. მაშინ მან წელიწად ნახევრის მერე მთავრობა გადადგა, მეც გადავდექი და ახალ მთავრობაში უკვე აღარ შემიყვანა ეს. ეს სადღაც სექტემბერში იყო 92 წლის მე მგონი თუ 13 წლის. ხო და ვზივარ სახლში
გავიდე ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, არავინ არ მინძახის, არავის არ ვჭირდები. ნუ დავიწყე მომზადება, მეთქი წავალ ისევ მოსკოვში, ჩემ ძველ სამსახურში რა უყო. ნამდვილს მირეკავენ და ბატონ ედვარდს უნდა შენინახო. აუ, მივედი, მაგარი გაბრაზებული ვიყავი, ესეთ ნაწყენი ვიყავი, იმიტომ რომ ოდიში თქვენთან, მაგრამ ჩემზე პატივსანი კაცი მაშინ მთავრობაში არ იყო. შეიძლება 1-2 კაცი ყოფილიყო, სხვა დანარჩენი ისეთი. ხანდახან არ არის საჭირო პატიოსნება. ხო, და ეგ ზუსტად შეიძლება მაგარი შემიშალა ხელი, იმიტომ უაზროდ დავკარგე თანამდებობა და მე რო აღარ შემიყვანა მთავრობაში, просто ნაწყენი ვიყავი. ჩაომიყვანა საიდან? იაპონიიდან და დავჭი უმუშევარი. და ხელფასი მქონდა იაპონიაში $3000. აქ ჩაომიყვანა და $1.50 მქონდა ხელფასი. მახსოვს 18 კუპონი მქონდა. კუპონებში $1.5 კუპონი იყო ჩემი ხელფასი, მაგრამ $1.50 იყო. ხო და ნუ შევხვდი ბატონ ედვარდს და ნუ ვილაპარაკეთ და ნუ მაგარი ნაწყენი ვიყავი და ისე ძალიან ცოტა უკმეხად და უზდელად ველაპარაკე რა. ხო და შეუმთავაზა სხვადასხვა თანამდებობები, თავის მრჩეველი, მე ვთქვი ბატონო, მე რა უნდა გირჩიოთ თქვენ, მე ვთქვი. მოდიო მაშინო ელჩატო უკრაინაშიო. არა, მეთქი დიდი მადლობა, საკმარისი. მაშინ რუსეთში ტორგპრედატო, მეთქი დიდი მადლობა, მე ვთქვი ჩინეთშიო მოდიო. თქვა არა, მეთქი მადლობთ, მე უკვე საკმარისი მიმუშავე, მე ვთქვი აღმოსავლეთის ხალხთან, მე ვთქვი ეს მიყურა და მე მეუნება, იცი რა, მოდიო, წადიო და მოიფიქრე და ერთ კვირაში მითხარიო. ერთი თვის მერე მივედი უკვე და ვუთხარი, იმიტომ რომ ინგლისით შემომთავაზა მაშინ მათ შორის და ყველაფერზე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მათარი რო გითხრა ძალიან ისეთი ვიყავი რა, ძალიან უკმაყოფილო იმით რომ რაც მოხდა. ხო და ინგლისეთს უარი ვუთხარი და მე რომ მოვედი სახში და ვისაც არ ვუთხარი ყველა ინგლისი ბოლოს მაიძულეს რომ დავთანხმდი მივედი ბატონ ედვარდთან და მე ვუთხარი აი ინგლისზე თანახმოვარ მეთქი კარგით ხო მაგრამ ეხა ფული უნდა ვიშოვოთ მითხრა ფული აღარ გაგს სად მნიშნავ მაშინ და ფულიც როგორ ვიშოვეთ საინტერესო იყო იმიტომ რომ მე სამინისტროში როცა ვმუშაობდი იქ ევროპამ გამოგვიყო ჩვენ 70 მილიონი EQ უნდა შეგვეხსხიდა სხვადასხვა საქონელი და კარაქი, ხორცი, ხორბალი და ასე შემდეგ. რძე. ნუ ძალიან ბევრი რაღაცა 70 მილიონი EQ-ი. ხო და აქედან კაი რაღაცა ნაწილი წავიდა ჯიბეებში. ხო და სამწუხაროა ეს სამწუხაროა საშინელება იყო იმ პერიოდში. ხო და მაშინ ისე გამოვიდა რომ კარაქი რო შევიძინეთ კარაქი იყო თუ ზეთიკი აღარ მახსოვს მაგრამ ისე იყო რომ ჩამოვიდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ესე იგი ეს კარაქი იყო იმაში გემით ჩამოვიდა ოდესაში და ოდესიდან ბარჟებით ჩამოიტანეს ფოთში ამ ზაფხულში ეს დამდნარი იყო ამ ბარჟებში ესე იგი ტბა იდგა კარაქის გამდნარი ხო და მაშინ ეს დაზღვევაში მივედით ყველაფერი და დაზღვევამ პრაქტიკულად გითხრა რომ კაი აგინაზღაურებთ ამ დროს მე წამოვედი სამსახურიდან და ეს ჩაკვდა როგორც იყო ეს არავინ აღარ მიეხედა ამას ხო და მე რომ შემოთავაზა ეს თანამდებობა მაშინ მათ ვუთხარ ბატონ ედვარდს მე ვთქვი ესე იყო ჩვენ მე ვთქვი შეგვეძლო დაზღვევით რაღაცა ფულის აღება და თუ ნებას მომცეთ მე ვთქვი ჩვენ ამ თემაზე ვიმუშავებთ და თუმცა უკვე აღარ მუშაობდი ამ სამინისტროში. ძალიან საინტერესოა. ხო და მე ვთქვი იმ ფულს თუ მივიღებთ მეთქი გამოვიყენოთ საელჩოს დასაფინანსებლად. კარგიო მითხრა. ხო და მივაწეკით და $100,000 გადაგვიხადო მაშინ სადაზღვევო. ხო და ამ ფულით ეს ფული ავიღე და ჰოლანდიაში ჩემ მეგობრებს ვთხოვე რომ ანგარიში გაეხსნა ჩემთვის და თავის ანგარიშზე ეს ფული დაედოთ. იმიტომ რომ აქ რო ჩამოგვეტანა ეს ფული, კიდე კაპიკი არ დარჩებოდა. ხო და ეს ფული შევინახეთ იქა. ნუ მე კიდე ომი დაგჭირდა იმ ფულის ზოგმა გაიგო რომ ეს ფული არის და დადიოდნენ იმ ბანკში და ცდილობდნენ ფული გამოეტანოთ. მე ნუ ყველა დამეხმარა ეს მაშინ ფაცაცია იყო პრემიერ-მინისტრი ეგ დამეხმარა. ხო და ეს ფული შევინარჩუნეთ და გადავრიცხეთ ინგლისში.
და ჩავედით და ეს პირველი და ჩვენი მოღვაწეობის დაწყება ამით მოხდა ამ თანხით. გაჩნდა საელჩო. ხო. ჩავედით მაშინ ლონდონში ეს მე და გია სულხანიშვილი. აქედან გავფრინდით ინგლისური კომპანიის კერძო თვითმფრინავი და 7 კაციანი პატარა თვითმფრინავი დაფრინავდი ხოლმე აქა და იმასთან ერთად გავფრინდით ლონდონში. და დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა ლონდონში ამით. პირველ ხანებში მარტო ორი ვიყავით, არც მძღოლი, არც მდივანი, არც არაფერი და ეს ნელა აეწყო ეს ყველაფერი. ჯერ სახლი ვიქირავეთ იმ სახლში, მეც ცხოვრობდი და ერთი ოთახი ოფისი ჰქონდა. მე გადავედი ცოტა უკეთესი ვნახეთ და ასე შემდეგ. მე დაიწყო ჩვენი მოღვაწეობა, ის უამრავი რაღაცები მოხდა ისეთი საინტერესო პროექტები, თქვა, რამდენიმეს ჩამოვთვლი რამაც, პრინციპში რითაც ჩვენ ამაყობდით და მაყოფილი ვიყავით, რაც გავაკეთეთ. ერთი იყო ჩვენი სანაოსნოს გემები. უამრავი რაოდენობა, ესე იგი, თავიდან საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, საქართველოს დარჩა სადღაც 50-ზე მეტი საოკეანო გემი. დიახ. აქედან გაიყიდა ეს იქით-აქეთ და ინგლისში შექმნეს ამათმა Anglo-Georgian Shipping Company, ესე იგი, ერთობლივი ფირმა ინგლისთან. და რომლებიც უწევდა ამ ჩვენ სანაოსნოს მენეჯმენტს, ტვირთებს, რემონტს და ასე შემდეგ. მაგრამ ფული საქართველოში არ შემოდიოდა, სად მიდიოდა? კაცმარიცის, ეს ჯიბებში მიდიოდა და მე მგონი ბათუმში მიდიოდა მაშინ ხელმძღვანელობასთან ეგეთი ბატონ ასლანთან. ხო და ეს იყო რომ ეს სანაოსნო გადავარჩინეთ ჩვენ. ესე იგი პრაქტიკულად გადავარჩინეთ როგორი, იმდენი ვალები ქონდა თუ ნახევარი სანაოსნოს გემები გაიყიდა ამ ვალების დასაფარავად. და დარჩა საბოლოო ჯამში დარჩა 12 თუ 13 გემი. მერე იმდენი ისეთი მოხერხდა რომ ორი ახალი გემი შეიძინა კიდე ამ შეკვეცილმა სანაოსნომ. მაგრამ მერე სააკაშვილი მოვიდა და ეს სანაოსნოც გაყიდა. ესე იგი ჩვენი მცდელობები ჩვენ საზღვაო ორგანიზაციასთან მე წარმომადგენელი ვიყავი საზღვაო ორგანიზაციაში გენერალურ დივანთან ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდათ. გადასარევი პიროვნება იყო ერთი კანადელი ბატონი უილიამ ონილი. იმას ძალიან მეგობრული და ისეთი შინაურული ურთიერთობა ჰქონდა და თხოვეთ რაღაცა და ისე გამოვიდა რომ მათმა ნებართვა დაგთვეს და საქართველოს შეიყვანეს თეთრ სიაში, რომელსაც ქართული მეზღვაურის დოკუმენტი და სოფლიოში ყველა კუთხეში შეეძლო გემებზე მუშაობა ჩვენ მეზღვაურებს. ეს გაკეთდა და ამ დროს გემები აღარ დაგვრჩათ ჩვენ საერთოდ. ესე იგი, პირველად ეს გემები წავიდა მენეჯმენტში ფირმა კოლუმბიასთან, კვიპროსზე იყო დარეგისტრირებული ეს ფირმა და ისინი ამ გემებს მენეჯმენტს უკეთებდნენ და მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ ჩვენი მეზღვაურები იქნებოდნენ ამ ეს გემზე ეკიპაჟების უყოდა. მე ეგ საიშალა და გემები გაიყიდა ვიღა ამერიკულ ფირმას. არის ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, რაც აი ძალიან დიდი სირცხულია ჩემის აზრით, აი ქვეყანას ესეთი შესაძლებლობა, ეხლა ეს ერთობლივი კომპანია რამხელა შემოსავალი იქნება თვითების გადაცემის იმაში. ჩემ ცოტა გაუგებარია ხოლმე ეს და ეს რაღაც ქმედებები და ქვეყნის აყვავებაზე ლაპარაკი პარალელურ რეჟიმში. მე ვიცი თქვენ ძალიან საინტერესო თავგადასავალი ქონდათ და ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდათ დედოფალთან. და თუ შეიძლება ეს ეპიზოდი როგორი იყო თქვენ და ქალთან ირას ძალიან საინტერესო ეპიზოდი მახსოვს თქვენ ცხოვრებიდან. ეგ მართლა ძალიან საინტერესო იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩვენი ინგლისში ყოფნის. რა ხდება, ესე იგი საელჩოში ვზივარ და ტელეფონი რეკავს, კითხულობენ ელს. ვინ კითხულობს, ესე იგი ვიცე-ადმირალი ესა და ეს ბლეკბერნ სახელად. ხო და ელსთან მინდა დალაპარაკება. უპასუხებად ბატონო ვიცე-ადმირალო, რაშია საქმე, რომ მეუნება იცით რომ მე დედოფალის დავალება მაქვს, მინდაო დაგპატიჟოთო სადილათო დედოფლის სახელითო. დიდი მადლობა ეს და მე ბოლოს მეორე ფრაზა მოყვარო, თუ შეგიძლიათ რომ ღამის თევითო. ეგეთი რამე არ გამიგია. დედოფალი ღამის თევით გიძახდეს ესე იგი მეგობრებთან და როგ ეგეთი ურთიერთობა შეგიძლია დაგპატიჟოს დარჩინ არ ხო და ეს დედოფალი ღამის თევით გეპატიჟება
ხო და თან მეუნება თუ ძღოლსაცო შეგვიძლია ძღოლიცო დავაძინო თუ აქაო ძღოლი მოვა ну კინა მენა დამება ეგეთ რამე არ გამეგო არასოდეს დედოფალს ვიღაცა დაეპატიჟებინა ღამისთევით ვინძორის სასახლეში ну დიდი მადლობა ესე და ძღოლს მეუნები და მოიკლა თავი არაო მე ვერ წამოვალო მეთქი პირველი მძღოლი იქნებიო საქართველოში დედოფალთან ვინძორში გაათენებეთ კი ღამეს არა ინგლისური არ იცოდა არც ერთი სიტყვა და ამიტომ ну кай არ გინდა და ერთ საღამი მიგვიყვანა მძღოლმა უკვე იქ ვინძორის სასახლეში პოლიცია გაფრთხილებული იყო ეგრევე შეგვიშვეს შიგნით ხო და გამოგვიყვეს იქ აპარტამენტები დასაძინებლად 3 ოთახიანი აპარტამენტი იყო და როგორც იყო ერთი ოთახი მერე შუაში პატარა კაბინეტი და მერე მეორე ოთახი ეს ორი საძინებელი იყო და შუაში იყო პატარა კაბინეტი პატარა საძინებელი მქონდა მე დიდი უზარმაზარი საძინებელი მქონდა ჩემ ცოლს მეთქი რა არის ეს როგორ ვეთქი თან ჩემ ცოლთან საძინებელი ლოგინი იდგა უზარმაზარი ერთი 4 კაცი დაეთო და იქ ხარი რა შეასაკო ეგრე არისო ჩვენთან რომ კაცო ძალიან მკაცრი ისააქო უფლება რომ ძალიან ისეთი შეზღუდულად ძალიან არ განავარდეს ლოგინში და თუ კარგად დაძინება უნდაო და ცოლსო დაუკაკუნოსო და ნებართვად ხოვოსო ის თუ შეუშვებსო თავისთან მაშინ დაწובה ამ დიდ ლოგინში და დალაღდებაო მოკლედ ესე გამოგვივიდა ირას გოგო ერთი ახალგაზრდა გოგო ემსახურებოდა მე ახალგაზრდა ესეთი ბიჭი ოფიცერი პატარა ახალგაზრდა და მოკლედ ხელი არაფერზე არ მოვაკიდებინეს ესე იგი ჩემი მივედი ჩვენ ჩემოდნები ტანსაცმელი და გამოგვეცვალა და რაღაცა და კოსტუმებით რომ მივედით მე უნდა ჩაგვეცვა ფრაკი იყო თუ ეს სმოკინგი ირას კიდე საღამოს ტანსაცმელი გრძელი კაბა და რაღაცა მოკლედ ეს ყველაფერი ამოიღეს და სათითაოდ ესე დააწყვეს ლამაზად დაუწყვეს უჯრებში იმაში თეთრეული ყველაფერი მეც ეგრევე დამიუთავეს საროჭი შარვალი რაღაცა მოკლედ გამომსახურება წავედით იმაში სადილად და სანამ სადილად მივიდოდით პატარა მიღება ქონდა დედოფალს და მის მეუღლეს სადაც დელეგაცია ვინც იყო დაპატიჟებულები ყველა შეკვრივეს რომ ერთმანეთი გაგვეცნო დაპატიჟებული იყო სულ 6 წყვილი. დიახ. ხო დედოფალი მასი დედოფალი ქვეყნები ვინ იყო? ერთი ავსტრალიის იყო ის ჰაი კომიშნა. ეს ელჩებს ართულიან ელჩებს ეს თანამეგობრობის წარმომადგენლები ვინც არიან იყო ჰაი კომიშნა, ეგ იყო მარტო ავსტრალიელი, მერე იყო თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი იყო იყო ოჯახური სასამართლოს პრეზიდენტი იყო ქალბატონი და ერთი იყო ვიღაცა ფილანტროპისტი. ახლა რას ნიშნავდა ეს ფილანტროპისტი მე მაინც ვერ გავიგე, ეთყობა რაღაცებს აფინანსებდა, ეთყობა დედოფლის ფონდებს ან რაღაცას ეთყობა და ის იყო დაპატიჟებული. აი ესე ვიყავით 6 წელი. ხო და ისა იტონის აკადემიის ის იყო რექტორი, სადაც მაგის შვილები სწავლობდნენ და შვილიშვილები. აი ესე ვიყავით სულ. ხო და გავიცანეთ ერთ და იყო კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. ეს თავმჯდომარე იყო სასწაული კაცი რა. ესე იგი ერთ პატარა ოთახში ვიყავით სულ ყველა, ხო? ეს 12 კაცი ჩვენ სტუმრები და ერთი 4-5-6 კაცი იყო დედოფლის მხრიდან, ქმარი, პირადი მდივანი, თანაშემწე და ასე შემდეგ, ხო და რამდენჯერ შემხვდა ეს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ხო, იან დანკან სმითი, ხო? მე მინისტრად დანიშნეს ეგ. ეგ იყო რამდენჯერ წავაწყდი ესე, ხო და იმდენი ხელი ჩამომართვა და გამეცნო. მეთქი ის თვითონს ვერ გაწევს ამ სამსახურში, ვთქვი, ცოტა ვერ იყო რაღაც. ცოტა ხანში შემოვიდნენ ძაღლები. ერთი 4 თუ 5 ძაღლი შემოიყვანეს აქა და ეს ძაღლები ჩვენ ფეხებში დაზიან, ეს დედოფლის საყვარელი ძაღლები იყო. ეს ერთ-ერთი ის იყო მეგობრული სიტუაციის შექმნა. ხო. მოკლედ ჩვენ ვეფერებით ამ ძაღლებს დედოფალს რო ვასიამოვნოთ. მოკლედ ერთ საათში დავიშალეთ, გამოვიცვალეთ, ჩავიცვით სმოკინგი რაღაცა.
ისევ წავედით უკან. უკვე სადილზე. დავჯეგეთ სადილზე. ეს ყველაფერი პრინციპში მაქვს საბუთები და რაღაცა. ის კი არა, გადაღებაც მინდოდა ვიდეოსი, მაგრამ დავიწყე გადაღება კორიდორში შემოვედით. და ესენი მოდიან ეს დელეგაცია დანარჩენები ძიგან ჩვენსკენ და ჩვენ უნდა შევერთებოდით და სადილას ავსურდა. რომ მოდიოდნენ და ვიღებდი ამ კამერაზე, ვინც მოყვებოდა ეგ ისეთი სახე მიიღო, მეთქი მომკლავს ახლა. თუ აკრძალულია გადაღება იქ. არავით არის. ხო და მოკლედ დავჯეგეთ სადილად. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. 1-2 საათი ირა იჯდა პრინცის გვერდზე, ამ დედოფლის მეუღლის გვერდზე. მე მეჯდა გვერდზე ეს ოჯახური სასამართლოს პრეზიდენტი. მოკლედ ვილაპარაკეთ. ირას და პრინც ენა არ გაუჭირებია და ამ ხის განმავლობაში სულ ლაპარაკობდნენ. მე ირას გვერდზე იჯდა მეორე მხარეს პრინცისგან იჯდა კიდე თავდაცვის მინისტრის ქალწოლი. და ის კი მაგრამ მოგვაქცია ყურადღება ამ პრინცს ეუნება ჩვენს და ეს კიდე ირას თან ეტყობა როგორც ჩანს ხო მისცეს ინფორმაცია ვინ რას წარმოადგენს და მათ შორის ირაზე დაუწერესო ირას დედა იყო ოლიმპიური ჩემპიონი. ხო და ამას ვეღარ აღიქვა ეს როგორც ჩანს და იფიქრა რომ ოლიმპიური ჩემპიონი ირა იყო და ირას ეუნება ვაი შენ 52 წელშიო გახდიო ჩემპიონი ევროპის მოკლედ აერია ცოტა 52 წელში ირა 4 წელს მოკლედ ეს მე რომ მოვრჩით სადილს წავედით დედოფალმა შემოგთავაზა რომ სასახლეს დაგათვალიერებინებთო. ესე იგი სასწაული რა იყო იცი რომ შევარდნაძე ჩამოვიდა დელეგაცია მაგრამ შევა ედუარდს გაუკეთეთ ჩვენ მიღება იქა ძალიან კაი ვიზიტი იყო ესეთი თანაც ვთხოვე მე საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მე ვთქვი ეგეთი პიროვნება ჩამოდის მე ვთქვი სოფლიოში ამხელა ისინი აქ ჩადენილი გადასარევი ისინი ქმედებები და ასე შემდეგ გერმანიის გაერთიანება ევროპაში მშვიდობა მე ვთქვი ეგეთ კაცს და რაღაც სხვანაირად უნდა შევხვდეთ მეთქი რა ვქნათ მე ვთქვი რამე ჯილდო რაღაცა გაუკეთეთ აუ ჩვენ უცხოელებისთვის ჯილდო არა გვაქვს არაფერია ნუ არა გვაქვს მაგრამ რა უნდა მეკითხა რამდენიმე დღის მერე გაზეთში ვკითხულობ რომ ვიღაცა სპორტსმენი დააჯილდოვა რაღაცა ორდენით ინგლისურ მიემწუში მივარდი ამათ მე ვთქვი რეებს მელაპარაკებით ორდენი არა გვაქვს სპორტსმენს აჯილდოებ და პოლიტიკოსად არა და გაუჭირდათ რაღაცა და კაი ვიფიქრებთო 1-2 კვირის მერე შეგვატყობინეს რომ დედოფალმა გადაწყვიტა რომ თქვენი პრეზიდენტი უნდა დააჯილდოოსო წმინდა გიორგის და წმინდა მიხეილის ორდენით. ამას იმიტომ ვიძახდი რომ დედოფალმა შემოგთავაზა რომ დაგათვალიერებინეთ სასახლეს და ხო და ედუარდთან როცა პროგრამას ათანხმებდნენ დაიწყო ვაჭრობა რომ დედოფალთან 13 წუთი 14 წუთი მოკლედ ჩვენი პროტოკოლი ეუბნება არა 14 წუთი არა 20 წუთი რაღაც არა 13 წუთი 14 წუთი ესე იგი და ჩვენ დედოფალ მთელი საღამო ჩვენთან იყო ესე იგი 6 საათი და ღამის 12 საათამდე ჩვენთან დადიოდა ეს იყო ძალიან საინტერესო ხო და წაგვიყვანა და მივდივარ და თან როგორ იყო რომ დედოფალი მე და ირა პირველი ის იყო ჯგუფი სამნი ერთად მივდიოდით მეორე ჯგუფი რამდენიმე მეტრში მოყვებოდა უკან ეს იყო მე პრინცი და კიდე რამდენიმე კაცი იყო და დანარჩენები მე უკვე ისე იყო ჩვენ ვიყავით თავარი გუნდი პირველი სტუმრები მასაც მივხვდი იმიტომ რომ ყველგან სადღაც მოწვევაში სადღაც ჩვენ ვეწერეთ პირველები საქართველოს ელჩი საქართველოს ეს იყო ყველაზე საპატიო სტუმრები ჩვენ ვიყავით პრაქტიკულად ხო და შეგვიყვანა დედოფალ ნუ დაგვათვალიერეს ყველაფერი ხანძარი მოხდა როგორ გააკეთეს რაღაცა და შევერი შეგვიყვანა ბიბლიოთეკაში რომელიც პრაქტიკულად არის მაგისი მუზეუმი დედოფლის ხო და შეგვიყვანა და რო შევედით ესე ოთახში კარებში და მარცხენა მხარეს ესე იგი წაგვიყვანა იქ დიდი მაგიდაიდო მივედი მაგიდასთან და გაშლილია საქართველოს რუკა რომელიღაცა ძალიან ძველი რუკა რომელიღაც საუკუნეების და გვერდზე სურათები ქართველი მეფეების იქ ერეკლე კიდე ვიღაცა სვიმონ მეფე და კიდე ვიღაცები იყვნენ სურათები აწვევ დედოფალმა მიგვიყვანა და ეს გვაჩვენა ესე იგი და გამოხატა თავისი ინტერესი საქართველოს ხო შევეს პირველად მოვისმინე თქვენგან ეგ ისტორია ვიფიქრე რომ აბედნიერებაა მეთქი რომ ეს პატარა ქვეყანა ესეთი
დიდი და საინტერესო ისტორიის და საინტერესო გავლენების მსოფლიოში ქვეყნისთვის ესეთი საპატივცემულო ადგილზე იყო თქო და თქვენ როგორ ახსენეთ მაინც რომ ეს საქართველოს იყო თქვენ რო იყავთ დაპატიჟებული იმიტომ გაშლილი თუ ადრეც შესაძლებელია ეს ქონდა გაშლილი თქვენ როგორ ფიქრობდით აი იყო ეს ქვეყანა აი თავისი გზაჯვარე დინის თავისი ისტორიის თავისი ქართული თუნდაც ხასიათის და ეს იყო კომბინაცია ყველაფრის იმიტომ რომ მან გადაწყვეტილებას როგორც მე ვიცი არ ღებულობს ერთი ადამიანი რომ ვინ დაპატიჟონდა ვინ არა იქ მრავალი ფაქტორები მუშაობს და ბევრი ოფისი ღებულობს მონაწილეობას რომ კი ეს ღირს ამის დაპატიჟება არ ღირს და ასე შემდეგ ხო და ხომ არ ნიშნავდა ეს რომ ჩვენ მაშინაც ძალიან დიდი ინტერესის ქვეშ ვიყავით ამ ქვეყნისთვის ინტერესის ქვეშ რა თქმა უნდა ვიყავით და იმიტომ რომ საქართველოს პრაქტიკულად არ იცნობდნენ და ეს უკვე ნელ-ნელა ჩვენი პრინციპში ძალიან ბევრი რაღაცები გაკეთა იქა ერთ-ერთი მაგალითი იყო ეგეთი რომ მე მივედი ჩოხით დიახ მივედი ამ დედოფალთან მიღებაზე სხვა დროს რაღაცა იყო მანამდე ხო და დედოფალი მოვიდა, ну, ძალიან ის ინტერესით, მე პრინცი მოვიდა, მე 3-4 კაც, როგორ არის რაღაცა დიდ მიღებას რო აკეთებენ, საელჩოები ესე არიან განლაგებული უზარმაზარი დარბაზია და ესე გარშემო კედლის გარს. დედოფალი შემოდის, უკან მოყვება ქმარი, მე შვილი, მე რომელიღაც ერთ-ერთი დიდებული და ისინი მოდიან და თითო-თითო გელაპარაკება შენ შენ, მე შენ მეუღლეს, მე შენ შვილს, ან საელჩოს თანამშრომელს, ვინც არის შენთან ერთად. ხო და დგევარ მე ხანჯლით ეს მასრებით რაღაცა. მოდიან და სულ გეკითხებიან ეს რა არის ხანჯალი. და მეორე დღეს დამიბარა პროტოკოლის უფროსმა დედოფლის დიპლომატიური კორპუსის თავმჯდომარე ვინც იყო. ხო და მეუბნება შენ ხო არ გონიაო რომ შენ რო ხანჯლით მოხვედიო და ჩვენო ამაზეო არანაირი რეაგირება არ გავაკეთეთო. მე მზად ვიყავი ხმალი კონდა გავსადებული. ჩვენ დედოფალთან როდ გეხარ და ორნაბიჩი ამხელა ხანჯლით. ჩვენ წარმოიდგინე რომ ეს მსჯელობა ქონდაო foreign office-ში ამ თემაზეო, იმიტომ რომ ჩვენ წარმოიდგინე რომ ავღანეთის ელჩი რომ მოვიდესო ეხლაო კალაშნიკოვით და თქვას რომ ესო ჩემი ის არისო ეროვნული ტანსაცმელის ნაწილი. ხო და რა უნდა ვქნა თუ მაშინ კალაშნიკოვით დედოფალთან. ისე სადღაც სწორია. გონდა სერიოზული საუბარიო და რაღაც რა გადაწყვეტილება მიიღეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აღარ დაუბლოკივართ მაგისგან. ხო და დედოფალმა მოკლედ წაგვიყვანა იქ გვაჯერეს გვაჩვენა ეს რუქა და რაღაცეები. მერე მიგვიყვანა ესე მუზეუმის ის არის შუშად კომოდზე რაღაც ისენი არიან ბადარ-ბადარა რაღაც ნიმუშები ზოგი წერილი ზოგი რაღაცა დიდი ესე წერილზე ორ გვერდზე ძალიან ლამაზი წვრილად დაწერილი დედოფალი ესო მეო მამაჩემს მივწერე წერილიო 12 წლის რო ვიყავიო და ამათმა კიდე აიღესო და აქ დადესო მუზეუმშიო და რა საჭირო ნუ ცოტა წაიპრანჭასავით რა მე ვთხარი ქალბატონო ვთქვი თქვენ უდიდებულესო ჩვენ შვილიშვილები ყავს მე ვთქვი 12 წლის და ისინი რაღაცას რო დაგვიწერენ მე ვთქვი ისე გვიხარია მეთქი ჩვენ რომ მე წარმოვიდგენია მამა თქვენს როგორ გაეხარდებოდა ნუ რაღაც ამ საუბარში წავედით შემდეგი გვაჩვენეს შემდეგ წერზე ზის და მე ვაქო გავიგეო რომ მამა ჩემი რო გარდაიცვალაო მაშინ პრაქტიკულად დედოფალი გავხდიო ხო და აი აქ სამ სურათია გადაღებული სამხრეთ აფრიკაში იყვნენ მაშინ ეგენი ვიზიტით ქმართან ერთად. ხო და მე ვთქვი ვიცით მეთქი ეგ ისტორია რომ იქ იყავით მეთქი ამ დროს და მე ვთქვი საქართველოში ეგეთი სიტუაცია ქონდა მე ვთქვი რომ ქართველი ქალი მეფე რო გამეფდა მე ვთქვი იქ პრობლემები იყო მე ვთქვი და ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა მიუძღვნა მე ვთქვი ლომის ასტორია ძუიყოს თუნდა ხვადიაო ხო და ეს ინგლისურად უთხარი ხალხს cubs of lions are equal whether they are male or female ხო რაღაცა ისე წამოიკონეს ასავით ხალხმა ნუ მე მიფიქრე რომ ესია მოუნა კაიგე რომ ლომ შევატარე და რაღაცა ნუ კაი წავედით შემდეგ სურათზე და სანამ ამას მოვყვები ვინძორის სასახლე არის განლაგებული ლონდონი არის აქა
მერე არის ვინძორის სასახლე და მერე არის აეროპორტი. თუ პირიქით აეროპორტია შუაში და მერე ვინძორის სასახლე. და ყველა თვითმფრინავი ამ ჰითროუს აეროპორტში გადადის ვინძორის სასახლეზე, რომელიც ჯდება ან აფრინდება. საშინელებაა, დილის 6 საათიდან როიწება გუგული, საღამოს 11 საათამდე არ ჩერდება. როგორ უშვებენ ამას? რა ვიცი, ეგრე აშენდა თავის დროზე 2-3 თვითმფრინავი რომ დაფრინავდა, პრობლემა არ იყო მაშინ და ეხლა იმდენი თვითმფრინავი დაფრინავს, საშინელებაა და ეხლა აკეთებენ ახალი ასაფრენი ბილიკის გაკეთებას. ხო და ეს კიდევ უფრო მეტი იქნება. ხო და სულ დებატებია გაზეთში და ეს შემოდის ანტაგონიზმში ვინძორის სასახლე ამ ჰითროუს განვითარების იმასთან პროექტთან და ასე შემდეგ და ეს რომ მითხრა მე ვაქო ჰითროუს აეროპორტს ვხსნიო და მაკრატრით გას და ჭრის ლენტას არ ვიცი რომელ წელს იყო მე მგონი 52-ში იყო რაღაცა ეს რომ გაიხსნა ეს ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში ხო და ეს რომ მითხრა რომ ხსნიო და მე აღარ წამოაყრანტალე თქვენ უდიდებულესებო მე ვთქვი ეს იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა აეროპორტის გახსნა და იმ წუთში გენახა რა მოხდა რა ესე იგი ხალი ესეთი მეგობრული მხიარული რაღაცა და უცებ რომ გაიყინა ცხვირი წაუწვეთ და რაღაცა და აუ შეიკრა ესე და გავგიშდი ვთქვი სტუტუცო ეს რა ჩაიდინე მე ვთქვი ეხლა რო ყოფილიყო ძველი დროც წაგიყვანდი და თავს წაგაჭრიდე ხო და რაღაცა რამდენიმე წამი გავიდა უცებ აკისკის და ეს ხალი და მირტყავს ხარში ხელს და yes you are right you are correct მიწა სამჯერ 4 დამარტავ ხარში ეს სხვები გვიყურებენ დედოფალი ურტყავს ელს ხარში რატო ეგეთი რამე სასწაული ხდებოდა ჯერ ვერ მიხვდა ჯერ შეურაცხყოფად მიიღო და მე რო გადახარშა ეს ეთქობა ერთი ორი წამი ესე იყო რაღაცნაირად გაშეშებული ეს კაცი ხო იმის მერე მოკლედ დავშორდით ხამით 12 საათზე წავიდა ეს ქალი გამოგვემშვიდობა თბილა და დილას უკვე ვისაუზმეთ უკვე მის გარეშე ამათ გარეშე დედოფალ და მის მეუღლის გარეშე და დავიშალეთ და მოკლედ ეს დღემდე ისეთი სამახსოვრო ამბავია ძალიან საინტერესო ისტორია ნამდვილად კი საინტერესო იყო ძალიან პატარა ბიჭი ჩავიყვანეთ ლონდონში 9 წლის ბავშვი რომელიც მხატვარი იყო ქუთაისელი ბესო ყაზაიშვილი ეს თემურ შაშიაშვილის პროტეჟე იყო მე რომ მელჩად მივდიოდი ლონდონში მაშინ გადავწყვიტე რომ საქართველოს ძირითადი ქალაქები შემოვიარე მე თქვა გავეცნობი რაღაცა ისტორია რაღაც პროექტებს რამეს იქნებ რაღაცაში დავეხმარო და გამოადგე ლონდონიდან მეთქი და მათ შორის ჩავედი ქუთაისში ფოთში მე ბათუმში ჩავედი ხო და ქუთაისში რო ჩავედი თემურ შაშიაშვილმა წამიყვანა ამ ბავშვთან ოჯახში და მათ ჩვენ ეს მხატვარი ყავს ჩვენ ესეთი 9 წლის ბავშვი გენიოსი არისო ну მივედით მართლა და ну ზღაპარი არავინ არ იყო მშობლები ბავშვი მარტო იყო ბებიასთან ერთად და ერთელი და დიდი ოთახი ჰქონდა და სულ სურათებში დაკიდებული სურათები მოკლედ ეს გავიცანით ეს ბავშვი რაღაცა სასწაული პირობებში ცხოვრობდა ესე იგი ტუალეტში რო შევიდით როგორც ქვემოთ პატარა ორმო ჰქონდა ესეთი და მოკლედ სასწაული იყო თანაც ვალები ჰქონდათ უზარმაზარი იმიტომ რომ ვიღაცამ დაპირდა რომ გამოფენას გაგიკეთებთ ამათმა ბანკში აიღეს $1000 ვალი და ეს პროცენტებში მიდონ სახლი უნდა გაეყიდათ. ნუ ჩავედი ლონდონში, სულ ფიქრობდი რომ ამ ბავშვს რაღაცა უნდა გაუკეთო, რაღაცა და მომენტს ვეძებდი და სიტუაციას რაღაც. ხო და ერთხელ გავიგეთ რომ ევრობანკში იქაც წარმომადგენელი ვიყავი ევრობანკში გუბერნატორი. ხო და ევრობანკში ტარდებოდა წლიური მართველების შეხვედრა. ხო და მივედი პრეზიდენტთან და ძალიან კაი კაცი იყო საყვარელი დელაროზიე. იმას თხოვე, მე ვთქვი, ერთი ბავშვი ყავს ეგეთი და აი ეგეთი სურათები რაღაცა და თუ შეიძლება თქვენთან გამოფენა გავაკეთო ამ მართველების შეხვედრის დროს, იმიტომ რომ უამრავი 2000 კაცი ჩამოდიოდა ამ დროს და ესწრებოდა იქა და მე ვთქვი ამ ბავშვს იქნებ გაიყიდო სურათი რაღაცა. კიო დამეთანხმა. მართლაც მთელი კარიდორები და ისინი სადაც კი იყო, ამის სურათები დავკიდეთ ამ ბესოსი. და ბესო ჩამომიყვანა ლონდონში თემური. თემური მოფრინავდა ამერიკაში მიდიოდა, ჩამომიყვანა ეს ბავშვი. დამიტოვა ეს ბავშვი თავის ზურგით ათრევდა ამ სურათებს ამ ბავშვისთვის. ჩამოიტანეს ეს სურათები, მივიტანეთ ამ ბანკში, დავკიდეთ ყველაფერი, გაიარა ამ
მართველების ამ კონფერენციამ და არავის არ მიუქცევია სურათებისთვის ყურადღება. ხო, ну რაღაც ეთყობა ან რეკლამა უნდა და ან რაღაცა უნდა და წავედით მე და რაღაცა გალერეა ვნახეთ. როი მაილსის გალერეა. და იმას ვაჩვენეთ ეს სურათები და ვუთხარით ეგ კი ბატონო მოდითო და მე უფასოდ გაგიკეთებთო გამოფენასო. მართლაც მივედით ამასთან. გამოფენა გაკეთდა, ამ მანამდე ამან დაპატიჟა ვიღაც ჟურნალისტი. ჟურნალისტმა უზარმაზარი სტატია გამოაქვეყნა ცენტრალურ გაზეთში. ну ის არისო რა ახალი პიკასო. და დალი და ამებს ადარებს ეს ქალი ამას ფრანგი ჟურნალისტი იყო საყვარელი გოგო იყო ისეთ ხო და მეორე დღეს გამოფენის დღეს 11 საათზე გამოფენა გაიხსნა 10 საათზე ყველა სურათი გაყიდული იყო უი რასწორია ესე იგი 1 12 თუ 15 დიდი სურათი ჩამოიტანეს ერთი მეტრო ნახევარი მეტროზე და ასე შემდეგ და უამრავი აი ალბომის ფურცელზე ამისი სკეჩები ისე ესკიზები ესკიზებზე ნუ ჩვენ ფული ვიშოვეთ იქა ჩარჩოებში ჩავასმევინეთ იმ სურათების ჩარჩოებში ჩავასმევინეთ ყველაფერი და დილას 10 საათზე ყველა სურათი გაყიდული იყო სასწაული მოხდა ესე იგი ნუ ახლა ძალიან ძვირი არ იყო მართლა მაგრამ 2000 ფუნტი 1500 ფუნტი ესე მაგრამ ამ ბავშვმა ეს ფული ამოიღო რაც სახლის გამოყიდვას სჭირდებოდა სახში კი თავიდან შენ არის ახლა ეს ბიჭი ახლა არის ამერიკაში ამერიკაში ჩამოვიდნენ ამერიკელები ხო და გაზეთში წაიკითხეს და წაიყვანეს ეს ბიჭი კონტრაქტი მოაწერეს ხელი ნუ ჩვენთან მოვიდნენ პრაქტიკულად ჩამოვიყვანეთ ქუთაისში ჩამოვიყვანეთ ეს იქაც ვაჩვენეთ ყველაფერი მე წაიყვანეს ეს 5 შვილი ყავდა ამ ქალს ეს 5-ე ბავშვი წაიყვანეს იქა მამა დედა და კიდე ბებია და ერთი მეზობელი ძმია ორეს ერთი 10 კაცი წაიყვანეს ამერიკაში ახლა იქ არიან სულ ყველა ჩვენ კონტაქტი არა დიდი სიკეთე გაგიკეთებიათ სასწაული ისეთი რაღაცა ძალიან საინტერესო ცხოვრებით გაქვთ დაცხოვრებით მე არაჩვეულებრივად საინტერესოა თქვენი თქვათ აი მინდოდა ყოველთვის რომ მოგეყოლათ ამის შესახებ ჩვენთან იმიტომ რომ აბსოლუტურად ძალიან ბევრი რამ კიდე დაგვრჩა მოსაყოლი მაგრამ ფორმატების საშუალებას არ გულსოს მაგრამ მე ხმად ვარ დარწმუნებული რომ თქვენი ეს კავშირები რომელიც თქვენ გაქვთ ჯერ კიდე დიდხანს გამოადგება ამ ქვეყანას იმიტომ რომ თქვენ ქალტონი რესტორანთან ესეთი კომუნიკაბელური ადამიანები ბრძანდებით რომ ის კავშირები არც ერთ მხარეს არც ყოფილხარ არ შეწყდება და ჯერ კიდე დიდი იმედი გვაქვს რომ ბევრი მიმართულებით ბევრ ადამიანს დაეხმარებით და პირველ რიგში თავის ჩვენს ქვეყანას დარწმუნებული ვარ გამოადგებთ იმიტომ რომ ადამიანები დიდი გამოცდილების ძალიან დასაფასებელია და თქვენ გაქვთ არა მარტო თქვა თეორიული არამედ პრაქტიკული შეხება და იცით სად როგორ აენაზე და ვის როგორ უნდა ველაპარაკოთ იმიტომ რომ დიპლომატია რამდენადაც შორიდან მომხიბვლელია იმდენად რთული და ასე ვთქვათ დიდად საპასუხისმგებლო საკითხებია და საქმეა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში დობრობისთვის. და საუკეთესო სურვილებით ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ თქვენს და თქვენ დიდ ოჯახს და მინდა რომ ძალიან დიდხანს იყოთ და წარმატებულად და ნაყოფიერად იცხოვროთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა და თქვენ ვიცი არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ, ძალიან წარმატებული შვილები და ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი ირა, რომელიც ჩემთვის ნიმუში ადამიანი, რომელიც აი ესეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ის არის ჩემთვის სამაგალითო ქალბატონი, იმიტომ რომ სულ მინდა ხომ რომ ყველაფერი ვისწავლო მისი ხელით გაკეთებული, იმიტომ რომ უნიკალური დიასახლის ენაზე თვლი ხოლმე რომ ადამიანი ქალი რა წარმატებულიც არ უნდა იყოს მაინც მიყვარს როცა ის არის ბურჯი ოჯახის დიასახლისი და თქვენთან სხვაგვარი სითბოტრიალებს ყოველთვის დობრობისას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ. საუკეთესოს გისურვებთ. მე კი დავამშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს. მე ვფიქრობ, ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი და ისე დიდი ოჯახი გააგაცანით და ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს თავის მოღვაწეობის ალთზე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენი თავის ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პლუსის ეთერში. ნახვამდის.